რეგიონების პარტიის ლიდერმა იულია ტიმოშენკოს დამარცხების აღიარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. ეს ქვეყანა დემოკრატიული იყო 5 წლის განმავლობაში და არჩევნები ამის კიდევ ერთი დასტურია. იულია ტიმოშენკო უარს ამბობს დამარცხების აღიარებაზე და ამით ნარინჯისფერი რევოლუციის პრინციპებს ღალატობს. არჩევნებს ჩატარებულად მიიჩნევენ პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატები ვლადიმერ ლიტვინი და სერგეი ტიგიპკოც. ამის შესახებ გამოცემა უკრაინსკიე ნოვესტი იუწყება. შედეგი ნათელია ვიქტორ იანუკოვიჩმა გაიმარჯვა. ფიქრობ ეს ფაქტი ყველამ უნდა აღიაროს პირველ რიგში მისმა კონკურენტმა იულია ტიმოშენკომ. განაცხადა ლიტვინმა, რომელიც ამავე დროს უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარეა. ლიტვინს მიაჩნია, რომ ქვეყანაში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად გამარჯვებულმა და დამარცხებულმა კანდიდატებმა უნდა ითანამშრომლონ. საპრეზიდენტო არჩევნებს ჩატარებულად მიიჩნევს სერგეი ტიგიპკოც. არჩევნების ბედი გადაწყვეტილია. რა თქმა უნდა, იულია ტიმოშენკოს გუნდი სასამართლოს მიმართავს, მაგრამ მეორე მაიდანი არ იქნება, განაცხადა ტიგიპკომ. იგი მიიჩნევს, რომ ამჟამად მთავარი ხელისუფლების ყველა შტოს ეფექტური მუშაობა და ქვეყნის მოდერნიზების დაწყებაა. ტიმოშენკო კი არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს, თუმცა ამის შესახებ ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია.